საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი სპონსორი ლიბერთი ბანკმა ოლიმპიურ კომიტეტთან სპონსორობის მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ლადო გურგენიძემ და გია ნაცვიშვილმა მოაწერეს. სპონსორობის ფარგლებში ლიბერთი ბანკი 2018 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსვლელობის განმავლობაში ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერას უზრუნველყოფს და მომხმარებელს უახლოეს მომავალში ახალ საანაბრე პროდუქციას შესთავაზებს. ანაბარი, რომელსაც ოლიმპიური კომაგი ჰქვია, ქართველი ოლიმპიელების წარმატებასთან ერთად მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი სარგებელი მიიღოს. მსგავსი პროექტი ბანკმა 2011 წელს საქართველოს საკალათბურთო და ასევე მორაგბეთა ნაკრებების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის დროსაც განახორციელა. ეს არის ოლიმპიური კომაგი 2012, იგივე პრინციპზეა აგებული, რაც მაყურებლისთვის კარგად ცნობილი შარშანდელი პატრიოტი კომაგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებრივია ამ ანაბრის დამატებითი საპროცენტო განაკვეთი იქნება მიღული საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წარმატებაზე, ანუ ნებისმიერი ოქროს მედალი ეს ნიშნავს +1%, ნებისმიერი ვერცხლი ნიშნავს +0.5%, ბრინჯაო +0.5%. ყველა ის ადამიანი, ვინც გახსნის ამ ანაბას, თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მომზადებაში. ამასთან ერთად მოხდება თითოეული სპორტსმენის პოპულარიზაცია, მოხდება მათი გაცნობა ჩვენი გულშემატკივარისთვის, ფაქტობრივად ოლიმპიადისთვის ყველას ეწოდინება, ვინ მიდის